გაგვიმარჯოს ჩვენ ყველას ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა და რადგან პრაქტიკულად სახში სივრცე არა რომ ჩავწერო მონოლოგი გამოვედი გარეთ იმედი აქაც ვინმე არ დამადგება თავზე და არ მკითხავს რა ჯანდაბას ვაკეთებ ან რომელიმე მეზობელს ახლა არ მოუნდება ნაკვეთის თიბვა ივანიშვილის ნაჩუქარი დიდებული ელექტროცელით ძრავი ბენზოცელით მოკლედ მე ვლაპარაკობ ჰოლდენზე თამაში ჯვარის ყანაში და ჩემი ჩანაწერების მესამე გვერდზე ვარ ასე ვთქვათ და წინ ლექცია პრაქტიკულად იმით დავასრულე რომ ვეძახთი რომ რაღაცების დაზუსტება მჭირდებოდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა რომ შინაგანი ძალებით მოიპოვოს რწმენა მხოლოდ და არ იყოს დამოკიდებული გარე ცვალებად სამყაროზე იმიტომ რომ როგორც კი ოდნავ მეც კომპრომისს დავუშვებ და რაღაცას გარედან მიიღებ ეს გვერდწმენა აღარ არის ეს გვენამდვილი ძალა აღარ არის და აი აქ იმ დღევანდელი ჩემი აზრების რაღაც ერთგვარი ჩამონათვალია სიძულზე მაგალითად რატო გძულს ადამიანი ხო პირველი იმიტომ რომ აღიარებ რომ მეორე ადამიანს შენზე რაღაც ძალაუფლება აქვს მეორე უმწელოდ გრძნობ თავს ვერ ხვდები რა არის ეს ძალაუფლება უმწელოდ გრძნობ თავს და გძულს მესამე შეპყრობილი ხდები მისი ცდილობ გაანადგურო რომ გათავისუფლდე და ძალა არ შეგწევს სხვანაირად თავი დაიხსნა რადგან ძალა არ შეგწევს სხვანაირად თავი დაიხსნა ან აჯობო ანუ როგორც ხედავთ სიძულვილი კარგი გრძნობა არ არის და სიძულვილი შეიძლება ითქვას სიყვარულის მეორე მხარეა და სიძულვილი გაცილებით უფრო სერიოზული რამეა ვიდრე ჩვენ მგონია იმიტომ რომ პირველად გაანადგურებს და როგორ უნდა დავრწმუნდე მაგალითად და სიძულვის ყველანი თავისებურად ვერევით ხო ან მეგობრებთან გავდივართ და უყვებით ბრალბედურები ვართ და ისინი თანაგვიგრძნობენ და გვეუბნებიან რომ არა საუბრ შენ კარგი ხარ და ეს წმენას და იმედს გმატებს ან უარეს შემთხვევაში სხვას ამცირებ ვიღაც სილას გაგარტყავ შენ წახვალ სხვას გაარტყამ სილას და თავს მაგალითად იგრძნობ ხო მაგრამ სიამთვილეში ერთადერთი გზაა როგორ მოიპოვო როგორ გათავისუფლდე სიძულვისგან და გადააქციეს სიყვარულად ანუ შინაგანი გზა როგორ უნდა დავწმუნდა რომ ისინი ჩემზე მართლები ძლიერები არ არიან ისე რომ გარედან დახმარება არ მივიღო პირველი არის კუნთი უნდა გავზარდო ასე ვთქვათ ხო კუნთის გაზრდა რას ნიშნავს რომ თუ მაგალითად ფიზიკურად სუსტი ვარ ფიზიკური კუნთი გამოვითავო და ამას სჭირდება დისციპლინა ერთგული და პირუთვნილი შრომა ისე არ მოიტყუო ყოველ დღე თუ გინდა რომ მართლა ფიზიკური ძალა შეიძინო და ფიზიკურ ძალასთან ერთად შეიძენ სულიერ დისციპლინასაც იმიტომ რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია ანუ თუ ერთი მხარე გამოჯანსაღდა ამას მოჰყვება დომინოს ეფექტით სხვა მხარეების გამოჯანსაღებაც მეორე ანუ უჭირდება თავმდაბლობა იმიტომ რომ არასოდეს არ უნდა თქვა რომ სადღაცა მე რაღაცა ვიცი და მორჩა და არ დატკბე საკუთარი ყოვლის ცოდნეობით არამედ უნდა მუდამახლისთვის ზად იყო თავდაბლობა უნდა გქონდეს რომ აღიარა რომ კიდევ შეცდი დიახ კიდევ შეცდი და ეს შეცდომები არასოდეს არ დამთავრდება თვით კრიტიკა ანუ რაც არ უნდა ცხადი იყოს შენთვის რაღაცა მაინც უნდა დაუშვა რომ იქნებ სადმე სუბიექტური იყავი ანუ რეალობა ვერ დაინახე მაშინ ანუ დააკვირდი ანუ შეეცადე რომ რეალობა უფრო ბევრი კუთხიდან დაინახო და უფრო ასე ვთქვათ ზუსტი სურათი ქონდეს რეალობისა გონებაში რასაც ბევრი ფიქრი აწონდაწონა შეფასება და ძიება სჭირდება ანუ ბნელში სიარული სჭირდება რაც მტკივნეულია სასიამოვნო პროცესი არ არის ან თქვი რომ იქნება არ მოусმინე კარგად და ვერ გავიგე იმ ადამიანის ნამდვილი განცდები ხო ან ის კონკრეტული გარემო სიტუაცია რამაც თქვათ აიძულა ასე მოქცეულიყო ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჭირდება თავმდაბლობა და თავის დამცირება ადვილი არ არის ხვის წინაშე და იმის თქმა რომ იქნება ვცდებოდი მოთმინება იმიტომ დისციპლინას და კუნთის განვითარებას მოთმინება უნდა ძიმე სოციალური მსხვერპლი იმიტომ რომ გარედან ადამიანებმა არ იციან შენ რა მიზეზებით და რატო აკეთებ ამას და ამით შენი ასე ვთქვათ იმიჯი სოციალური იმიჯი ზარალდება და ძალიან ბევრ შეიძლება იგონოს რომ გიჟი ხარ და ამას შეიძლება გამოიწვიოს იზოლაცია და კრიტიკა და ადამიანებს რომლებსაც არ უნახავთ რა არის იზოლაცია საზოგადოებისგან ძალიან ადვილად შეუძლიათ რომ
ილაპარაკონ იზოლაციაზე და სიტყვებით ითამაშონ, მაგრამ თუ ერთხელ მაინც განგიცდია, რას ნიშნავს სრული იზოლაცია საზოგადოებისგან, იმიტომ რომ შენ სხვანაირად აზროვნებ ან სხვა წარმოდგენები გაქვს რაღაც კონკრეტულ ფაქტთან, რომლის მიმართაც ყველამ პოზიცია უნდა დაიკავოს. და ბერბოიკავებს ერთ პოზიციას და თუ შენ მის მხარეს არ ახარ, მაშინ მტერი ხარ. მინდა გითხრათ, რომ იზოლაცია კლავს, იზოლაცია ადამიანს კლავს და აგიჟებს და ვერც ერთი ადამიანი ამას უბრალოდ წინ ვერ აღუდგება. ასე რომ ესეც ადვილი გადასატანი არ არის. ანუ მე ექსპერიმენტები, იმიტომ რომ ძიებაში ექსპერიმენტები აუცილებელია, რაღაც დასკვნამდე რომ მიდიხარ, თეორია და მე ეს პრაქტიკაში უნდა გამოსცადო. ექსპერიმენტებს საზოგადოება კარგად არ უყურებს, იმიტომ რომ არაადეკვატურობ, ანუ საზოგადოებას ეს მოწონს ხო, რომ იყო მუდმივად დარწმუნებული შენს ეს სირთულე ადამიანური აღქმისა საზოგადოებას აფრთხობს, ანუ ბრბო არასოდეს არ აზროვნებს და არ ფიქრობს ისე, როგორც ინდივიდი ფიქრობს და აზროვნებს, ამიტომ მათთვის ეს ყველაფერი გაუგებარია, არაადეკვატურია და ამასაც მოსდევს იზოლაცია, ოღონდ სხვა ტიპის. ალბათ ის, რომ ყველა დაქცინის, ყველა შენს მოთმინებას ცდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ამას აკეთებ ადამიანისთვის, ხო? მეორე ადამიანისთვის. იმიტომ რომ გიყვარს ის ნათელი, რაც არ უნდა მცირე იყოს, რომელშიც იმ ადამიანში ხედავ, იქნება ეს თავმდაბლობა, თუ გონება, თუ შემოქმედებითი უნარები, თუ ღრმა ემოციურობა, თუ თანაგრძნობის უნარი, თუ იუმორის გრძნობა, თუ ბრძოლის უნარი ბედთან, შეუპოვრობა, პასუხისმგებლობა, სიფხიზლე, შინაგანი, საკუთარი თავის ფლობის უნარი, გამბედაობა. თუ ოდნავ მაინც დაინახე ნაპერწკალი ამის ადამიანში, მაშინ ის ნაპერწკალი ღირს იმად, რომ ასეთი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ შედეგები ყოველთვის იგი ისეთი არა, როგორც შენ გინდა ხო, იმიტომ რომ იმ ადამიანს თავისი არჩევანი აქვს, ასე რომ შეიძლება სხვა რამ აერჩიოს. და ყველაფერი ამის შემდეგ თუ მათგან გულგრილობა, უმადურობა და ზედაპირულობა მიიღე, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება და სასწარკვეთილება და სულმოკლეობის მომენტებში ფიქრი იმაზე, რომ ვაი, ეს რა გავაკეთე, დიდი იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად გაივლის და ამის სამაგიეროდ მოვა დიდი ცოდნა, თავდაჯერება და სამყაროს სრულყოფილი ცოდნა, ხო, რომ სადაც ბნელსაც ხედავ და ნათელსაც, ისიც გინახავს და ესეც გინახავს, ესეც გამოგიცდია და ისიც და შეგიძლია თქვა, რომ ცეცხლში გამოიარე და იმ ცეცხლმა დაწვა ყველაფერი, რაც უსარგებლო იყო და ეხა იცი რა არის და ამის მერე მე შემიძლია ვთქვა, რომ ვიცი. ვიღაცა კი მოვა და მეტყვის, რომ შენ რა იცი, რომ იცი ხო, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი გიპირისპირდება ასე, მაგრამ ანუ ან ვერ შემარყევს, იმიტომ რომ არანაირი სურვილი არ მაქვს რამე მომტკიცო, იმიტომ რომ ვიცი რა ძნელია ის გზა, რომელიც უნდა გაიარო, რომ მართლა რაღაც იცოდე და ალბათ უბრალოდ მიმტოვებლურად ჩამეცინება, ხო? რომ შენ გჯეროდეს, რომ მე არ ვიცი, რაც ვიცი. ხო, და კიდე მეორე ფაქტორი, ანუ რატოა ცუდი, რომ გარედან აიღო რაღაცა, როცა შენი სუბიექტური შიშების კომპენსაციას გარე ფაქტორებით ახდენ, სამყაროს წონასწორობა ირღვევა. მატერიის წელვადი ქსოვილი იდრიკება რეზინასავით, რომელიც სადღაც გაწყდება და მეორე ცხვირპირში გეტაკება და ამოგანიორ წყალებს ყველაფერს, რაც მანამდე სასიამოვნო იყო და არც გზა გეცოდინება, საითკენ უნდა წახვიდე და იქნები დამარცხებული. ნჯობია, მსგავს თამაში არ ითამაშო. ხოლო როცა შინაგანი ძალებით ახერხებს შიშის გადალახვას და საკუთარი სისხლით დაშრომით, მაშინ ცოდნა ისეთ თავდაჯერებულობას გმატებს, რომელიც მზესავით გასცემს და სამყაროს უფრო მეტ ხდის, ვიდრე არის. ხვდებით, რატო ავთანდილი მზა და რატო ატარიელი მზა, იმიტომ რომ ისინი ყველაფერს შინაგანი ძალით მოიპოვებენ და ისეთ ცოდნას იძენენ, რომელიც სამყაროს უფრო მეტ ხდის, ვიდრე არის, იმიტომ რომ ამ ცოდნით დანახული სამყარო იძენს იმ სრულყოფილ მნიშვნელობას, რომელთაც იგი ღმერთმა ჩაიფიქრა, ასე მეტაფორულად რომ ვთქვა, ასე ვთქვა. ეხლა რაც შეეხება ჰოლდენს, ანუ მე გავჩერდი იქ, რომ ჰოლდენის შეცდომა ისაა, რომ თვითონ არ იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე, ანუ სხვის ბნელს არ იღებს საკუთარ თავზე, ანუ რაც ახლა ვილაპარაკე, იმას არ აკეთებს, ხო, იმიტომ რომ ჰოლდენს ჯერ ეს გამოცდილება არ აქვს. ჰოლდენი ჯერ მხოლოდ ამოავებას უყურებს და ამოავება მასში ქაოსურ გრძნობებს აღძრავს. ანუ გუშინ მაგალითად მოსწავლე მეუბნებოდა, რომ როგორ უნდა დაწერო ორიგინალური თავისუფალი ესე, საიდან მოდის ფიქრებით აზრები, ხო? როგორ პოულობ იმ ორიგინალურ მარცვალს, რაც ყველასგან განგასხვავებს. და როგორ და პირველი რაც უნდა გააკეთო, უნდა აღყვე იმ
გაუცნობიერებელ შინაგან იმპულსებს და ემოციებს, რასაც ახსნა არ აქვს. ანუ ჯერ გული უნდა დააყენო წინ გონებაზე. თუ ამის გეშინია, იმიტომ რომ როგორც წეგან თქვი საზოგადოებას ექსპერიმენტების სიახლე არ უყვარს და იზოლაციაში მოგაქცევს და იზოლაცია მკვლელია და ამის გადატანის უნარი არ აქვს. მაშინ ვერც ვერანაირ ორიგინალობას ვერ აღმოაჩენ და ვერც მზე გახდები ხო, რომელიც სამყაროს უფრო მეტ ხდის ვიდრე ის არის. ანუ რისკი გინდა, სრულად სიბნელეში უნდა გავისკო, ხელისწესებით უნდა წახვიდე რაღაცისკენ. ხო და ჰოლდენი ამ პერიოდშია, ხო? ანუ ეს ის პერიოდია, როცა ბნელში მიდიხარ და როცა ემოციები და იმპულსები იბადება და მათ მიყვები და აანალიზებ, თუმცა ჰოლდენი აანალიზებს, მაგრამ ჯერ დასკვნებამდე ვერ მიდის, ხო, ეს შუა პერიოდია, ასე ვთქვათ, ლიმბოა. მაგრამ ჰოლდენი, ანუ სწორედ ისე როგორც ვიტგენშტაინმა ვერ მოითმინა და ხო, სადავართ. ალბათ ჰოლდენის შეცდომა ისაა, რომ თვითონ არ იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე. ანუ სხვის ბნელს არ იღებს საკუთარ თავზე, თუმცა ამას უკვე ბრძენი ადამიანი აკეთებს. ჰოლდენი კი მარადიული ძიების, კონფლიქტის და ქაოსის სულია, რომლის გარეშეც არ არსებობს ნამდვილი იდეალიზმი. სწორედ ისე, როგორც ვიტგენშტაინმა ვერ მოითმინა და შემოწმა თავისი აზრი გენერალსა და ქალზე და მერე ქალის უმანკოება, რომ არ გაითელა დარჩენილი სასწაული კდება, რომელსაც ამ ქალს სასწაულებით შერჩა და რის გამოც გენერალი დასცინის მას და ვიტგენშტაინს კი არ შეუძლია ეს ნაპერწკალი არ დააფასოს და არ დაიცვას, რაც თავარია. გენერალს დაუპირისპირდა, მაგრამ ჰოლდენი უფრო მიწირი არსებაა ვიდრე ვიტგენშტაინი. ვიტგენშტაინამდე ჯერ ჰოლდენი ხარ და უამრავ შემთხვევაში ჰოლდენი ხარ. Chemical Hearts ფილმი ხო ჩემი საყვარელი ერთ-ერთი. სიყვარული იწყება ნერუდას ლექსით და მთავრდება იგივე ლექსით. დასაწყისში ნერუდას ლექსების წიგნია, რომელსაც გოგო ბიჭს აძლევს წასაკითხავად და აფრთხილებს, რომ პოეზია ესთეტიკური ტკბობა არაა, რომ პოეზია სისხლით ტკივილით სავსე სიცოცხლეა. დასასრულში ბიჭი წიგნიდან ხევს ლექს ფლეთს, ჭმუჭნის საკუთარ ცნობლებში ასრულებს და ყრის, მაგრამ გოგო პოულობს ამ თელებს აწებებს და უკანასკნელი გამომშვიდობებისას ხელის გულში უტოვებს. ანუ ეს არის ყველაზე ლამაზი მეტაფორა იმისა, თუ როგორ მიდის ადამიანი ტკივილის ეჭვის და შინაგანი კონფლიქტის გავლით რაღაც უფრო მშვენიერამდე, ცოცხლამდე და ნამდვილამდე უფრო მეტი ხდება ვიდრე სამყაროა, ხო? იქნებ რაც იდეოლოგიამ დაგვაკარგინა სწორედ ესაა ნამდვილი იდეალიზმი. ჩვენ გვაშინია სისხლის და გძულის ოფლი, პირდაპირ ღრუბელზე ფრენა გვინდა. გზავრის წერილებში ჩემმა მოსწავლემ შენიშნა რუსი აფიცერი თავისი გამოგონებების უპირატესობად იმას თვლის, რომ მისი გამოგონებები ევროპულისგან განსხვავებით ადვილია. რად მინდა რამე თუ მაგდენ ოფლის ღრად დამიჯდება. რად მინდა სამართალის თუ სისხლი უნდა უღვარო. ტიპიური რუსის ახლა უკვე გარუსებული ქართველის ლოგიკა. გავიდა სიცოცხლე, ანუ რამდენჯერ გაგიგონიათ. მე პირადად ხშირად გამიგონია, ხო, როცა ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ გადავჭრათ სოციალური პრობლემები, როგორ ვებრძოლოთ უსამართლობას და თქვათ რაღაცა ლოგიკით მიიყვან მსმენელს რაღაც სადაც უნდა დანებდეს და გითხრას, რომ ხო, რა კაი აზრებია, მოდი რაღაც დავიწყოთ ამაზე ფიქრი და იქ ყოველთვის ბორო არგუმენტი ეს აქვს, რომ ხო, მაგრამ გავიდა სიცოცხლე, რაც მინდა ეგეთი სამართალი თუ სისხლი უნდა დაუღვარო და სიცოცხლე უნდა შევწირო. თუმცა არავინ კითხულობს ილიას სტატიებს, რაც ის დიდებულ რაღაცებს ამბობს, მაგალითად ის, რაც სიცოცხლეა ველურისთვის, სიკვდილია კეთილშობილი ადამიანისთვის. თუ ამ განსხვავებას ვერ ხედავ, თუ ამ არჩევანის წინაშე არასოდეს დგები, მაშინ არც არაფერია სალაპარაკო. ნუ კითხულობს სელინჯერს და ნერუდას, რადგან თეიმურაზი მაინც კიდევ 1000-ჯერ უფრო ამაზრზენია ვიდრე ჯაყო, ხო? იმიტომ რომ თუ სელინჯერს და ნერუდას ასე კითხულობ, გაცოცხლების გარეშე, ხო, ძიების გარეშე, შინაგანი გზის გავლის გარეშე, მაშინ თეიმურაზი ხარ ცრუგმირი, რომელსაც ჯვარცმულ ქრისტედ მოაქვს თავი და სინამდვილეში არანაირი შინაგანი ძალა არ გააჩნია და ყველაზე დიდი ფარისეველია, რაც კი ოდესმე ლიტერატურაში არსებულა. სანამ ისტორიის პროფესორი, ხო, შემდეგ ეტაპზე გადავდივარ, იმიტომ რომ ეს ჩანაწერები ასე ვთქვათ ქრონოლოგიურად არ ებნის ერთმანეთს რაღაცა მცირე აზრს დავასრულებდი და შემდეგ დღეს ახალი მონაკვეთიდან ვიწყებდი, რომელზეც ნაფიქრი მქონდა ანას შემდეგ. შემდეგი ეპიზოდია, სანამ ისტორიის პროფესორი ლანძღავს ჰოლდენის უსხვა რამეზე ფიქრობს, კერძოდ ტბაზე, ცენტრალ პარკში, სადაც იხვები ბუდობენ. მაგრამ ზამთარში ტბა იყინება და თავს იმტროს იმაზე ფიქრის ცადმიდიან იხვები. ეს კითხვა ჰოლდენს მთელი წიგნის განმავლობაში ახსენდება და
აწუხებს და შემთხვევით ადამიანებს უსვამს ტაქსის ცხოველს, გამვლელს და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი კითხვა არა, მთავარი რეაქცია. როცა ადამიანი რაღაც ისეც გეკითხება, რასაც არანაირი საერთო არ აქვს ყოფასთან, გაჰყვები ფანტაზიით თუ სიგიჟეთ მიიჩნევ. მთავარი ხომ ის არაა სადმიდიანი ხვები, მთავარი მარჩიალობაა და ფანტაზია, რომელმაც შეიძლება სრულიად გასაოცარ აზრებამდე მიგიყვანოს, სასაცილო ფანტასტიკურ აზრებამდე, რომლებიც კარგ ხასიათზე დაგაყენებენ, რადგან თავისუფლება გეძლევა, შეგიძლია იხუმრო, შეგიძლია რაც გნია ის მოიგონო, შეგიძლია ხვებს გაჰყვე, ოკეანებს გადაუფრინო და შვიდი კავშირი იგრძნო ამ სამყაროსთან, რომელსაც თავისი იდუმალი და უდგენელი წესები აქვს, მაგრამ არავის არ მოსდის აზრად, რომ ითამაშოს. დაახლოებით ისე, როგორც ჯანიროდარის ზღაპარში, სადაც შუქნიშანი ლურჯად აინთება, ატყდება პიპინი, ლანძღვა, დიდი ქაოსი, სანამ ბოლოს და ბოლოს პოლიციელი არ მოვა და არ გამორთავს შუქნიშანს და სანამ ჩაქრება შუქნიშანი ფიქრობს. მე ხომ იმის თქმა მინდოდა, რომ ცისკენ გზა თავისუფალია. ეს მოთხრობა დედაჩემმა წამაკითხა, ალბათ მეორე კლასში, როცა რუსულს მასწავლიდა და მან მიმაქცა ვინო ყურადღება ამ დეტალამდე და მაშინ რა თქმა უნდა სათქმას ვერ მივხვდი, მაგრამ ჩამრჩა და მთელი ცხოვრება მეტაფორად იქცა იმისა, რომ დაინახო მსგავსი რაღაცაები. კიდევ ერთი რაც გულს უხეთქავს ხოლმე ისაა, თუ რა ზედაპირულად ვაფასებთ ადამიანებს. მაგალითად, აკლი და სტრატლატერი ორი რადიკალურად განსხვავებული ტიპია თითქოს, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან. სტრატლატერი სამართებელი ისეთივე დახავსული ბინძური და ნაგვიცავსია, როგორც აკლის კბილები. უბრალოდ მეორე ჩანს, პირველი კი არა. აკლის ისეთივე ეგოცენტრულია, როგორც სტრატლატერი, მაგრამ სამწუხაროდ ღმერთს მისთვის რო ყოფილი სხეული არ მიუცია. საქმე ისაა, რომ პირველივე წარუმატებლობის შემთხვევაში სტრატლატერში ზუსტად აკლისნაირი ლაჩარი შურიანი ავსიტყვა ტიპი იმძლავრებს. ანუ ნამდვილი სახე გამოვასპარეზა და მე ჰიგიენის საქმეც აკლისნაირად წავა. ეს ისეთივე გარდაუვალია, როგორც ხვალზე აღმოსავლეთიდან რომ ამოვა. ანუ რასაც ვერ ვიაზრებთ ხო ნამდვილად და რაც ლიტერატურაში ძალიან კარგად ჩანს თუ დაამწყრივებ გმირებს მაგალითად პლატონის სამანიშვილის და იგნაცვლიდან ხო ბეკინა, პლატონი, კირილე და ქვაშავიცე რო დაამწყრივო ერთმანეთის გვერდ რაც განასხვავებს ერთმანეთისგან არის მხოლოდ გარემო პირობები. შინაგანად ყველა ერთნაირია და ეს გვაბნევს ხშირად ხო და ვერ ვასხვავებთ არა რომელია ნამდვილად კეთილი ადამიანი და რომელია ფარისეველი. და რა ძალიან ძნელია მართლა ხო ძალიან ბევრი ფიქრი გჭირდება იმის რომ განასხვაო ადამიანი კეთილი იმიტომ რომ გარემოებები უწყობს ხელს თუ კეთილი იმიტომ რომ ყოველგვარი გარემოებების და მიუხედავად მაინც შინაგან ძალას პოულობს საკუთარ თავში, ანუ against all odds ინგლისურად რა თქვა. ხო, თუნდაც მაგალითად ავიღოთ კესო და მარგო, ხო? კესო თითქოს უფრო კეთილია და მარგოსნაირად არ დაეცემა, მაგრამ თუ შინაგანად შევხედავთ, რაზე ამყარებენ ორივე თავიანთ რაობას, ხო? წიგნებში ამოკითხულ, ასე ვთქვათ, ყალბ ფარისეულ რეალობას, რომელიც არ განუცდიათ, იმიტომ რომ არ განიცდის, სანამ რაღაც მძიმეს არ შეეხები. ამიტომ ამ ხელსოთ არ ანდქვრივ კესოს და ეუბნება, რომ შენ როგორ უნდა მასწავლო მე რამე, შენ ცხოვრებაში არაფერი გაგჭირვებია, ხო, ადამიანს ტკივილი ალაპარაკებს და რა უფლება გაქვს მეჭკვა მასწავლო და ზდილობის წესების დაცვისკენ მომიწოდო, ანუ ეს ფარისეულობაა, ეუბნება, რა თან ანდქვრივი, ანუ ენამ გულისა უნდა თქვას, ანუ მე თუ ანუ ზდილობით შენიღბული ტყუილი ადამიანს შინაგანად ანადგურებს, ანუ ძილს გვრის, ბურანში გვრის, გატყუებს, ანუ ძილი და ბურანი ტყუილის ის არის, საკუთარ თვითმოტყუების მეტაფორები, ასე ვთქვათ, სიმბოლოები. და აბსოლუტურად მართალია, თან ანდქვრივ, როცა იძახის, რომ თუ წუთი სოფელს ერთი ბეწვა ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაქთევავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადს. კესოს, როგორც კი სიტუაციები შეიძლება ზუსტად ისე დაემართება, როგორც მარგოს, იმიტომ რომ არჩილი ეუბნება ამას, ხო, რომ აბა სიყვარული თუ არ მოვიდოდა, იმიტომ არ მოვიდა გიორგისთან სიყვარული, რომ გვარიშვილობით ჩაკეტილი ცხრაკლიტული დახვდა, თორე აბა ებრძანები ვინმე შენი წრისაყოფილი იყო, მაშინ ბრძანებითაც მოვიდა და ზუსტად ასე მოდის სიყვარული მარგოსთან, ხო, თუ გადახედავთ მარგოს და თეიმურაზის შეხვედრის სცენას, იქ არ არის გულში ლახვარი და რაიმე ემოციები და მზეს, ფოდაძველი სამყაროს ნგრევა და ახალი სამყარო,
და თავგანწირვა მსხვერპლი ვნებების მოთოკვა საერთოდ არ არის არანაირი ვნებები, არც მარგოს მხრიდან, არც თეიმურაზ მხრიდან არ არის. სამაგიეროდ დიდოს და ეგოცენტრიზმი მარგოს იმიტომ მოსწონს თეიმურაზი, რომ გამოჩენილი კრიტიკოსია ხო თეიმურაზი იმიტომ მოსწონს მარგო, რომ გვარი ეტყობა, აღზრდა ეტყობა და ყველაფერი ზომიერია ხო. შევდარეთ მაგალითად ტარიელს, მაგიტომ მოსწონს ნესტანი პირიქით ტარიელს ნესტანის გრძნობათა სიმწაფრე და მღელვარება და აშინებს ერთდროულად და ხიბლავს, ხო, ამიტომ ატარებს ვეფხვს. ამიტომ არის მისი სათფო ვეფხვით, ჯიქივით უწყალო. ხო, და ამაზე ეს არის ჰოლდენი, ნებისმიერი იდეალისტი ამას ხედავს და ჰოლდენიც ამას ხედავს და არ შეუძლია ხო ამ პერიოდში ქაოსისა ამაზე არ იბრაზოს, ამის გამო არ ხო მერყევი გრძნობები არ დაუფლოს. აკლის ყველაფერი აინტერესებს და ყველა საქმეში ყოფს ცხვირს, სტრატლატერს არაფერი და არავინ საკუთარი პერსონის გარდა, მაგრამ აკლის მხოლოდ იმიტომ აინტერესებს ყველაფერი, რომ საკუთარ თავს გამართლება მოუძებნოს სხვისი ნაკლის ხარჯზე. ესე გამოდის, აკლისაც არაფერი აინტერესებს საკუთარი პერსონის გარდა. ერთადერთი სრულყოფილი ადამიანი კი მოკვდა ჰოლდენის ძმა ელისი, ლეიკემიით, 12 წლით მასზე უმცროსი, მაგრამ 50-ჯერ უფრო ჭკვიანი ბიჭი, რომელიც ბეისბოლის ხელთათმანზე პოემებს იწერდა მწვანე მელნით, რათა მოედანზე უსაქმრობის ეს საკითხავი ჰქონოდა. ბიჭი, რომლის მასწავლებლები სამადლობელ წერილებს წერდნენ მის მშობლებს, ბიჭი, რომელმაც ისეთი გულიანი სიცილი იცოდა, რომ შეეძლო სკამიდან ჩამომართნილიყო. ეს ბიჭი ლეიკემიით დაავადდა და მოკვდა. მიქ სიკვდილს, რომ იგებს ჰოლდენი შიშველი ხელებით ამსხრავს ყველა ფანჯარას გარაში, მაგრამ სტრატლატერს ამის გაგება არ შეუძლია, ის მარტო იმაზეა გაცოფებული, რომ ესე გაუგებარია. რა უნდა დავთახის აღწერას, ჰოლდენის ტრიპაჩობის ბრალია, რომ ხვალ დავალება არ ექნება, გაზრახ უქნა. ჰოლდენი ესეს ხევს და ამით უფრო აცოფებს სტრატლატერს. თუ აკლი ლაჩარი მიზანთროპია, სტრატლატერი აგრესიული მიზანთროპია. ნაცემი ჰოლდენი უცბად გადაწყვეტს, რომ პენსიიდან იმ სამაღამოსვე წავიდეს, ვინც აღვიძებს, ვინც საბეჭდი მანქანას თხოვა და $10 მიჰყიდის. მერე ხმაურით ჩაივლის კორიდორს, კართან დგება და ღრიალით დილნების არ ამზადება, მთელ საერთო საცხოვრებელს აღვიძებს. კი ამ კისერს მოიტახს ვიღაც მიერ დაყრეულს, ღობზე გაფანტუმიზეს თხილზე და სიგნალეში მიიმალება. თალწიგს ვერ მოვყვები, რაც არ უნდა ძალიან მინდოდეს. წიგნი უნდა წაიკითხო და კითხვა ინტიმური პროცესია. მე და წიგნი, მე და გმირი სხვა არავინ. ამიტომ თუ მთელ წიგს მოვყვები, ყველაფერი ყალბი გახდება. ფოუნი, ყალბი, ფარისელური და არაფრის თქმელი. თუმცა ეს ის წიგნია, დიდი სიამოვნებით რომ გავაგრძელებდი ყველა გვერდის განხილვას და იქნებ ვქნა კიდეც, ან იქნება უბრალოდ ციტატებით თარგმნო და ჩემი აზრი მოგახსენოთ. საბოლოო ჯამში ვქენი ხო, მთელ წიგს გავყევი ბოლომდე, ოღონდ რა თქმა უნდა ეს არ არის ასე ვთქვათ, ანუ არ დავარღვია, ასე ვთქვათ, ეს ფონი არ არის ყალბი, იმიტომ რომ პრაქტიკულად მე გულს გიშლით, ანუ იმ ინტიმურ რეალობას გიცხადებთ, რომელიც ჩემსა და ავტორს, ჩემსა და გმირს შორის არის. რა თქმა უნდა, ადვილია როცა კომენტარები გათიშულია. და როცა ილუზია გაქვს, რომ მეორე მხარეს ვინც გისმის კეთილ განწყობილია. ანუ წარმოიდგენ ისე, მოდი ასე ვთქვათ, ტარიელი არავის არაფერს არ ეუბნება, იმიტომ რომ იცის ვერ გაუგებენ, მაგრამ ტარიელი კვდება ნელ-ნელა, იმიტომ რომ არ უზიარებს არავის თავის ამბავს, იმიტომ რომ ყველაზე ადამიანურია, რომ გაუზიარო ვიღაცას. გრძნობები ამას ეუბნება ასმათიც, ხო, რომ თავს იკლავ. ანუ ავთანდილი აუცილებელია. ანუ აუცილებლად გჭირდება ადამიანი, ვისაც გაუზიარებ განცდებს, მაგრამ თუ არ არის, მაშინ შეგიძლია გამოიგონო, ხო, როგორც მემკვიდრე. ილუზია, ხანდახან ილუზია. გადაგარჩენს იყო პერიოდი, მაგალითად, როცა ილუზიებისადმი ძალიან ცუდი განწყობა მქონდა, მაგრამ და ჩემი მითქიცებდა მაგალითად, რომ არა ილუზია კაი რამეა. და ეხლა ხვდები, რომ უფრო ბრძენი რო ხვდები, უფრო ღრმად რომ მიდიხარ, უფრო მეტ ამავებას რო ხედავ, მაშინ ხვდები, რომ ილუზიები ხანდახან ადამიანისთვის უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და მე შეიძლება ამ ილუზიამ იქამდეც მიგიყვანოს, ხო, როცა ასეთ დროს იშველიებ ილუზიებს, ალბათ ის გამოთქმაც მართალი ხდება, მე fake it till you make it. ხო, მოკლედ წიგნი მოვყევი და ახლა შემდეგი ციტატა. როცა ღამის მატარებელში ვზივარ, გულისრევის გარშემო შემიძლია იმ შტერული მოთხრობების წაკითხვა ჟურნალებში, რომ ბეჭდავენ, ამბობს ჰოლდენი. ნაცნობი სიტუაციაა, ხანდახან ადამიანი ისე იღლები, რომ მზად ხარ შეგნებულად მოიტყო თავი რაიმე დაშაქრული იდიოტობით.
მაგალითად მე პირადად მძიმე ემოციურ ფონზე ბებია ჩემს უერთდებოდი მექსიკური სერიალების ყურებაში. არც სიუჟეტი მესმოდა, არც სცენები, უბრალოდ კი გამაყუჩებელივით მოქმედებდა ფსიქიკაზე. თუმცა მინდა ვთქვა, რომ თურქული სერიალების ყურებას ვერავითარ ჯოჯოხეთი ვერ მოიწულებს. ანუ ჰოლდენი მატარებელში თავისი, ასე ვთქვათ, სკოლელის დედას ხვდება და მასთან საუბრისას სიგარეტს ამოიღებს და მოწევას დააპირებს და ეს დედა ეუბნება, ხო არა მგონია ეს წელთა ვაგონი იყოს რუდოლფ, სახელს მოატყუებს, რომ რუდოლფი მქვიაო. არა უჭირს, იქამდე მაინც მოვასწრებთ მოწევას, სანამ ღრიელს დაგვიწყებენ. ამბობს ჰოლდენი და ესეც მაგარი ცხოვრებისეული ფილოსოფიაა. თუ წესების დარღვევა გინდა წესებს თუ არ არღვევა ვერ ცხოვრობ. ჰოლდენი თავის თანაკლასელის დედას სხვა სახელით ეცნობა, რადგან მთელი თავის ცხოვრების უცხოსათვის გადმოლაგების სურვილი არ აქვს. მეც მომიტყუებია სრულიად უაზრო რამეები, როცა უბრალოდ ხასიათზე არა ვარ საკუთარ თავზე ინფორმაცია გავცე. თუმცა კაიხანი ვერ ხვდებოდი, რატომ ვიტყუებოდი ასე უაზროდ და მეგონა მე რო სასიკვდილო ცოდვას ჩავდიოდი. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ საზოგადოებაში სწამლად ვერ იპოვი ადამიანს, რომელსაც საკუთარ თავზე ლაპარაკი არ ეხალისება და ზედმეტი ინფორმაციის გაცემა არ სწადია. ერნესტ მოროუ, ბიჭი, რომელიც შხაპის მერე საშხაპის კორიდორში თავის სუპერსახოც უკანალზე ურწყავს დანარჩენ ბიჭებს და რომელსაც დედამის ნერვიულობს, რომ ნამეტანი მგრძნობიარე და თავისი ასაკისთვის ნამეტანი ბევრს ფიქრობს. ჰოლდენს დედამისის მიამიტობა ადნობს. ეგ და კიდევ მისი თავაზიან ქცევა, უზადო გარეგნობა, სატელეფონო ხმა და კატის თავდაჯერებულობა. ჩანთას დაუდევრად აგდებს გასვლელში, რომ კონდუქტორის თამადობით ყველამზე წაიბორძიკოს. პირადად მეც ვხიბლავენ მასთი ქალები, ანუ კატასავით თავდაჯერებულები. გინახავთ გარუჯული უზადოდ ჩაცმული ნარ-ნარი თბილისელი ქალბატონები რუსთაველზე რა ზანტად გადადიან გაგიჟებული მანქანების და მძღოლების ნაკადში. მე მაგას ვერასოდეს ვიზამ, ჩემთვის ეგ მერვე საოცრება. და მერე მისის მოროუს რომას იამონოს ჰოლდენი ტყუილების გუდას მოხსნის თავს და მოუყვება თუ როგორ უარყო მისმა მორცხვმა და მორიდებულმა ბიჭმა კლასის პრეზიდენტობაზე კენჭისყრის შეთავაზება. საქმე ის ამბობს ჰოლდენი, რომ ეგეთი ბიჭები პირსახოც რომ უჟაპუნებენ სულ კანალზე ვინმეს და ძალიან ცდილობენ რომ მართლა ატკინონ, მარტო ბავშვობაში კი არ არიან ვირთხები, ანუ მთელი დარჩენილი ცხოვრება. მაგრამ მისის მოროუ კაი ტიპია და რატომ არ შეიძლება ცოტა ასიამოვნოს კაცია. ახლა უნდა დავფიქრდე, მეც მასე უხდოდ ვიტყუები თუ არა, რომ გამამხნევო ვინმე, რომ დავფიქრდე. ხო, ოღონდ მე თუ რამე კარგი დავინახე ადამიანში, მთელ მოთხრობას ვსხსავ, რომელიც მხოლოდ მოთხრობაა და დიდი ალბათობით სინამდვილედ არ იქცევა. და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ არ შემიძლია ვინმეს და საკუთარ თავსაც იმედი გადაუწურო და შიშველი რეალობა დავინახო. მეტისმეტად ძიმია და არაფრის მომცემი ბოდლერი, რაღაც თუნა დათვრე. თან ხელშესაჭიდი უნდა მქონდეს, უბრალოდ მე ამავებს ხმალაღლა არ ყვები, მაგრამ მე ცხვირში ძმრა დამომდის ხოლმე, მაგრამ მეც კმაყოფილი ვარ. მოთხრობების შეთხზა კარგად გამოდის ერთხელ სტუდიან კოლეჯში, რომელიღაც გერმანულ კლასიკოს რომანის ნაფლეთი მოგვიტანის გასარჩევად. არც ექსპოზიცია იყო, არც ფინალი, ვერც გაიგებდი სცენა, როგორც ჩაიფიქრა ავტორმა, ხო და მე ჩემი მოთხრობა დავწერე, რა სწორიანი დავწერეს, თუმცა აღნიშნეს, რომ კაი მოთხრობა იყო. მაგნაბიჭ ვარ მოროუსთან სტუმრად 100 წელი არ წავიდოდი, სულ რომ სხვა გზა და გასაქცევი არ მქონოდა. ძალიან ნაცნობი სიტუაციაა, თუ ადამიანი არ მომწონს, ვერავინ მიმათრევს ძალით მასთან სტუმრად. ხო, და მგონი აქ მეწურება ლიმიტი. ბედნიერ დღეს გისურვებთ და ხვალამდე.